Დავრუნდით პირდაპირ ეთერში და ცოტა ხნის წინ ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქის მერი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. რამდენიმე წუთის წინ ქალაქის მთავრობის შენობაში უწყება ოფიციალურად მივიდა, თუმცა დაცვის სამსახურმა მიმართვა არ დაიტოვა იმ მიზეზით, რომ მერის კანცელარიაში უკვე აღარავინ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის მერი პროკურატურაში ხვალ დღის პირველ საათზე უნდა გამოცხადდეს. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ თბილ სერვის ჯგუფში კორუფციული სქემა გაშიფრა. სავარაუდოდ სწორედ ამ კორუფციულ სქემაზე მოუწევს კითხვების გაცემა ქალაქის მერს. გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა 200-მდე ადამიანმა. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის ის აქტივისტები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები დასუფთავების კომპანიაში. კოორდინატორების ხელფასი 300-დან 1300 ლარამდე მერყეობდა. საერთო ჯამში ფიქტიური თანამშრომლებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5,245,945 ლარი გადაირიცხა. თბილ სერვის ჯგუფის საშტატო განრიგს ხელს სწორედ გიგი უგულავა აწერს. რასთან დაკავშირებით არის უკაცრავ? საგამოძიებო სამსახურის სამუშაოში ასოციაციის სამართლის საქმეზე მოწმის საკითხი ბატონო გიგი უგულავას გამოცდილებასთან დაკავშირებით. და რა საქმეზე?